55 კილოგრამი. ეს გახლავთ გრადო ხარჩავა თბილისი თუ კარგად მახსოვს ის ზუგდიდელი უნდა იყოს და ზუგდიდის სახელით გამოდიოდა ესე რომ 3 წლის წინ ბოლოვის სეზონია გამოდის თბილისის სახელით. და პროფესორი მიხეილ ვასალია ის იყო შარშან ახალგაზრდებში გამოდიოდა ზურაბ საცანიას მემოვიდა ახალგაზრდებში მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს ჩემპიონი იყო შარშან ახალგაზრდებში 51 კილოგრამში და ხარ დებიუტი კაცებში. ტოტელებს ის ერთი ფინალისტი ყავთ. ფინალისტებს ყავთ კაცებში 4-დან, ხარჩავას გარდა კიდევ 3. Eduard Marganovi შეხვედრის რეკები. მასალია ცაციაა და ხარჩავაც ცაციაა. ასეთი დღეა დაიწყო ხარჩავამ შედეგიანი შეტევით. გამოცდილი არის და ასაკოვანი ხარჩავა უფრო მაღალი გახლავთ, სამძნებლად მაღალია მიხეილ ვასალია მასე. მან დაიკავა ესეთი უფრო შემტევით გოლი რინგის ცენტრში და ყურადღებათ არის ქცეული ლადო ხარჩავა. ასაწყისი ფრთხილია რა თქმა უნდა. შემკე ხარჩავა, მაგრამ ვერ მისდამეთო და შემდეგ წინახელი კარგად გააჩერა მისი მეორე მცდელობა ვასალიამ. თუმცა აქტიური ამ ბოლო ეპიზოდში ხარჩავა იყო. და ერთი დაწყაც ხონდა მას სუპირველი შეტევის დროს. მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს მარგანოვი მოკრიბეებს. ახლა კარგად იგერიებს წინახელი ჩვენი რეაქცია ვასალიას. თუმცა ეხლა მიწვევთ მოწდები არ იყო ძლიერი დათქმა, მაგრამ მიწვა მარჯვენათი ხარჩავა. ახლა იყო შეტევა მიხეილ ვასალიას. მიხეილ ვასალია ჯეროს 12 წლისა და ისე 2026-ში ახდება 19 წლის. შეიძლება 10 და საერთაშორისო ტურნირებში გამოჩნდეს. და სამწუხაროდ ასაკობრივი კატეგორიის შეწყვიტა მარგანოვმა და ფორმის შესასწორებლად გააგზავნა თავის კუთხეში ხარჩავა. რეაქცია მშვენიერია, ნახეთ ვასალიას, თუმცა შეტევების დამწყები უფრო აქტიური ნამდვილად არის ლადო ხარჩავა, ახლა დათვლა შედეგიანი აქ არ ყოფილა. შეიძლება ხარჩავას აქტიურობა აღმოჩნდეს აქ გადამწყვეტი პირველი რაუნდის შეფასებისას, პირველი რაუნდის ბოლომდეც ბევრი არ არის დარჩენილი. ო 10 წამი რაუნდის ბოლო.
შედეგები ხო როგორც ჩანს შეიძლება დაატყვევით მეტი ქონდა ალბათ იმიტომ მანდ შეიძლება დამოიწყო აქტიურობა ქარჩავას და უფასა 5 საჯმა 5-0 ნოდუ ქარჩავას სასარგებლოდ კი მეტი აქტიურობა ჭირდება გასვაში კარგად დგას გვასალია მაგრამ მეტი შეტევა და ისეთ გამოკვეთილი ხილული და სხვა მიღება თუ სულ რა თქმა უნდა ამ ზონის შემოტრიალება პირველი რაუნდი იყო ქარჩავას შემდეგი ფინალი იქნება ჩვენთან 60-იან ზონაში საქართველოს არაერთი შავშანდელი ჩემპიონი გიორგი კაპანაძე შეხვდება ევროპის ჩემპიონს და ასევე საქართველოს შავშანდელი ჩემპიონს არტუჯ გომციანს შავშანდელი კაპანაძე 57 კილოში იყო და გომციანი 60-ში ახლა ფაქტიურად ეს ორი ზონა გაერთიანდა შეგვიძლია თქვა 13 ზონიდან დარჩა 10 მაგრამ დაიწყო ახლა გასალიამ შეტევა მიიღო ესეთი გარიგება მცნელებისგან მარტო გასვაში დგომით ვერ გაიმარჯვებს ჩავას შეტევა საბოლოო ჯამში დაიცვა თავი შემიძლია თქვა გასალიამ მაგრამ მეტი აქტიურობა მას კვლავ ჭირდება არის ესეთი ბრძოლა რაც შეასრულს სადაც ესეთი შედეგი დაწყობის ვარიანტები იქნება შეიძლება ზუსტად ამ მეტმა აქტიურობამ გადაწყვეტოს ყველაფერი როგორც ჩემი აზრით ამის წყობით მოიგო პირველი რაუნდი გარჩევა მეორეში არსებითად არაფერი არ შეცვლა ხა და იმისა რომ გასალია მარტივად შეტევა თავად წამოიწყოს ესეთი შედეგიანი ყოველსაც ხილული დაწყობები ახაც არ არის ბევრი ერთი წუთი ნაკლებს რაღაც ნახევარი წუთი ალბათ დარჩენს რაცა აი ბოლო ნახე მოვაწყოთ ვაჭდები გასალია წინახელით 10 წამის ამფლელი ჩაქუჩის ხმასაც გავიგებთ მალე და მეორე რაუნდის მიწურა დაახლოებით ისეთივე ბრძოლაში ნახოთ შედეგი ჩემი აზრით ცოტათი უფრო თანაბარი რაუნდია ვიდრე იყო პირველში გუთიან საჭთან მოიგო ქარჩავა 10 წამი დაბოლოებასაც შეიძლება კონდეს მნიშვნელობა თუ რა თქმა უნდა ზუსტი დარტყმები იქნება არა დასრულდება ამით გონგი როდებით შეიძლება შეფასებას არა არაფერი არ შეცვლა ისევ აქტიური იყო ქარჩავა შეიძლება ერთი დარტყმით მეტი ქონდა და საბოლოო ჯამში 28 ხო თითქოს არაფერია 10-9 თანაბარ ბრძოლას ნიშნავს რაუნდში, მაგრამ ორივე რაუნდში ხუთივე საჭთან 10-9 უკვე გადამწყვეტი უპირატესობა. თითქმის გადამწყვეტი 20-18 არის ხუთივე საჭთან და ეხლა ჭირდება მინიმუმ 3 საჭთან ჭირდება ეხლა გვასალიას 20-18 უთულეს შესასრულებელი იქნება არაფერი პირი ამას ამ ბრძოლას აღუჩენოს. ვიეთ თანაბარი ბრძოლა იყო და 28 კი ნიშნავს უკაცრავად 10 თვე ნიშნავს ერთ-ერთი მოკლევის გამოკვეთილ უპირატესობას მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ რომ ლადო ქარჩავა ახლოს არის ძალიან ახლოს არის საქართველოს ჩემპიონის ზედიზედ მეორე ტიტულთან.
ახლა წონაში როგორც გითხარით ბრინჯაოს ფუძვლებს მიიღებენ რაგი მამედოვი, მარნეული და რუსთაველი სეიმურ ნასიბოვი. გითხრათ პირველი სეზონია კაცებში კვასალიას ის გერას რომელიც მისახად ძველი წარმოსადგენელი იყო ის ფავორიტი იქნებოდა და წაიყვანდა ბრძოლას ვებათ უფრო გამოსტილი ხარჩავას წინააღმდეგ და ესეც მოხდა მე კვასალიასთვის ალბათ კარგი დებიუტია მეცხრით მედალს მიიღებს ის თუ რაღაც განსაკუთრებული არ მოხდა სტანდარტული რაუნდის მიღმა თუ არ გავედით აბუჩას აი ამ ზომას ესეთი პირი ხუთელები ასეთ შემთხვევაში დაასრულებენ ერთი მედლით უკეთეს ჩემპიონატის კონიათ ხუთელებს ის უკრაინის ერთ-ერთი თავი ცენტრია მაგრამ მათ გვიობი ისეთი კარგი ახალგაზრდები ყავთ მაგალითად შაშანდელი ევროპის ჩემპიონი ალაგი ბასავია გიორგი კილოსონია რომლებიც გაისიდან უკვე კაცებში გადმოვიდა მესამე რაუნდში არსებითად არაფერი არ უშლება, ეხლა წინახევით მიწვდა ქარჩავა მასალიას. ახაც დაახევინა უკან სადა ეხლა მასალიამ შეთავის წამოწყება. ხარულ ჯამში ორივეს ისეთი კარგი დაცვა ჰქონდა, უფრო აქტიური იყო ქარჩავა, ანუ ცოტა უფრო მეტი დაცვაც ჰქონდა და ამას გადაწყვიტა კიდევ ამ ბრძოლის ფლექსიბილები ცოტა ჩქაროთ, მაგრამ ასე იქნება 99%-ით. და მეტიცაც, უბრალოდ წამია. შედეგის გამოსვლება შეიძლება ქარჩავა მოიგებს 5 გოლს, არ ვიცი მესამე რაუნდი ვერ მოიგო, ამას უკვე არსებობს მნიშვნელობა. აღარ აქვს, ახლა გავიცადოთ და გააველოდოთ ოფიციალურ დასტურს საჯებისგან. შეგვიძლია მიხეილ კვასალიას მივულოცოთ წარმატებული დებიუტი უფროსების რინგზე და უსურვოთ შემდგომი წარმატებები ისე როგორც ლადო კაჩაძე. ლადო კაჩაძე ხო ასეც უნდა აღნიშნო ამ წონაში გვაყიდა გორაივაზიანი ევროპის რაუნდის ჩემპიონი ასაკობრივებში რომელიც მეორე სეზონია კაცებში გამოდის თუმცა ახალხანს იყო ის 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბინჯოს მედალი მოიგო და მსვლელობმა დასვენების საშუალება მისცეს საქართველოს ჩემპიონი 15 კილოში გახდა თბილისელი ლადო ქარჩავა გადავიდეთ 60 კილოგრამზე მე წარდგინეთ ფინალისტები გიორგი კაპანაძე თბილისი და ალპის გონციანი ახალქალაქი მესამე რაუნდით მოუგია